მოვით მეგობრებო, მოკლედ მესტესი ყოს მდგომარეობას უცებ დაგათვალიერებინებთ, განახებთ. აი ეს დაზიანება აქ, რომელიც ესეთი კანტი მოყვება და ეს კანტის ფაქტიოთ არ გამოუყვანია მე თუნ უკეს როგორც ხედავთ პირდაპირ გასწორებული. კაბერილი იყო ეთყობა ძლიერი ადგილი რო არის გამოსწორების დროს, აი აქ ადგილებში ძალიან ზედმეტად რაც იყო გამოწეული ჩაქუჩით, სადაც ჩავარტყი და ჟეშტისაც ჩათხელებული იყო, აი ეს ადგილებში ჩაიხა, იმიტომ მაქსიმუმ მუცელი ჰქონდა და ეს ყველაფერი გასწორებული იყო. აქაც ესეთი უხეში ნამუშევარი კი აქვს, მაგრამ აი ესე არა მოკლედ გაკეთებული რა. ეს ყველაფერი გამოიყვანთ, ამას კანტი მოყვება აი ესე და მე ვერთდება კარებს, კარები რო ჩამოიკიდება, მე რო კარების კანტს გავყვებით რა. მოკლედ. ეხლა რაც შეეხება აქეთ მხარეს როგორი ფორმები აქვს, ეხლა უცებ დაგათვალიერებინებთ, განახებთ. ანუ აი ესეთი ფორმა აქვს, როგორც ხედავთ, აი ესე კანტი რო მოყვება, იქიდან ჩამოდის ზემოთ და მე ვერთდება ლამაზად აი ამას. წინა კარის შეცვლა გადავწყვიტეთ, უკანა კარის უფრო სწორედ, იმიტომ აი აქ როგორც ხედავთ, ეს კანტიც გაუქმებული აქვს, ამ ყველაფერს კი გამოვიყვანეთ, მაგრამ ეს კარი იყო გაბერილია რა, იმიტომ ისეთი დაზიანება ქონდა შუაში, დუგიდან გამომდინარე ჟეშტი იყო გაწელილი რა, რომელიც იყო რესურსი აქ დაკარგული და გასწორების მომენტში, როგორც ხედავთ, აი აქაც ეს ჩახურტილები აქვს, როგორც ხედავთ, აი ესე. და მე უკვე წყლის დროს კონდენსატის დროს შეიძლება ჟანგი აიკიდოს და მე ამ ადგილებში ისევ აიყაროს. ასე რომ სასურველია რომ გამოიცვალოს, გადავწყვეტეთ ეს ყველაფერი, ვცვლით კიდევაც კარებს ამის გარდა კიდე სხვა პრობლემა ზემოთაც აქვს, აი როგორც ხედავთ. ანუ ვერ გამოასწორეს როგორც უნდა გასწორებული იყო კიდე რა და პლუს კიდე ზემოთაც აი ესეთი ფორმა აქვს, აი დაკარგული. ამ ადგილას რებრო გაქროთ დაეჯახნენ ეთყობა რომ გაუსვეს ზემოთ ამოწია, გამობერა. ანალოგიურადაც რუჩკასთან რა. და გადავწყვეტეთ ამ კარის შეცვლა, რომ ყველაფერი იყოს იდეალურად გამოვიდეს, კანტი-კანტში ფორმაში, ხა იმ კარებსაც რომ მოიტანე, უკვე იმ კარზე ვიმუშავებთ, კანტს უკვე იქ გამოვიყვანთ ყველაფერს. და გამოგვივა მოკლედ იდეალური რა. მოკლედ ეს პრობლემები აქვს ამ კარებსაც, როგორც ხედავთ. ასეთი გამოწეული აქვს ამ ადგილას, მოკლედ აი ეს კარებს აი როგორც ხედავთ, აი ესეთი ოვალი აქვს რა. ეს ხა ეს კარი იმდენთ არ პრილას რომ შეიღებება, მე ვაფშე უშუალოდ გამოჩდება რა ეს ადგილი. აქაც აქვს, რუჩკასთანაც აქვს, აქ ზემოთაც აქვს, მოკლედ რა. ახლა გადავიდეთ მანქანაზე, იმ მანქანას ახლა შევფუთავთ ყველაფერს, დავამზადებთ და მე უკვე გადავიღებთ ეტაპობრივადაც, განახებთ საბოლოო შედეგსაც რა. აი ესე აქვს აქაც რა. ну აქაც აქვს ესეთი პატარა წერტილი, ახლა ცივად გამოვა და ამ კონტურის ქვეშ ლამაზად შევღებავთ, რომ შუშა არ ამოვიღოთ და მე შუშაები გითხრას, რომ შეიძლება ეს კანტი გავაფუჭოთო, საქარი მინისო და მაშინ გადავწყვიტეთ უკვე აი ესე გაკეთება და მარკის თლიანად ესე შეღებვა, რომ არ გამოშეს გადასვლის ადგილები. მოკლედ ჯერ ამ ეტაპზე ვართ, ახლა ყველაფერს შევფუთავთ და დაგათვალიერებინებთ მე უკვე საბოლოოდ შედეგსაც. მეგობრებო, ესაც თავის მეორე კარები, აი ხა განახებთ. ანუ მანამდე იყო შეღებილი, აი ესეთი პრობლემები აქვს. ანუ იდეალური და ქარხნული, თუმცა ეს კარებიც არ ყოფილა რა. აი ესეთი პრობლემები აქვს, ესაც არის შიდა მხარე დამწვარი, რასაც უყურებთ და იქაც ანალოგიურად რა, ესეთი გაფუჭებული აქვს რა. ანუ შინაგანიდან შენაღები კარებია ეს რა. აი იქაც ესეთ პორს განახებთ. და მოკლედ აი ესე რა, ამ კარებს მაგიტომაც არ ურჩიეთ მომხმარებელს ამ კარების დაყენება, აწყობა და შეღებვა რა. ამიტომ რა იმაზე უკეთესი კარები ჩვენ უკვე დავაყენეთ რა. და მოკლედ აი ესე რა. ესე იგი მეგობრებო, კარები მოგვიტანეს, ჩამოვკიდეთ ზედ, ნუ კარებამდე ჩვენ მანამდე მუშაობდით, შტანგელი თავიღეთ ზომები და დავსვით ეს ყველაფერი იდეალურად მოყვება თავის კანჩი, როგორც ხედავთ ზომას აქედან ამოვქარგეთ და ეს ყველაფერი გამოვიყვანეთ, შიგნაც გამოვიყვანეთ, აქაც ზარზორი ჯიგრულად დაჭდა ჩემო მეგობრებო, როგორც უყურებთ, ეს იდეალურად თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი დავხოცეთ. ეხლა მე ამას ავგრუნტავდი იქიდან გამომდინარე, რომ დარწმუნებული ვიყავი კანჩი მოხდი თუ არა და აქ ზუსტად იდეალურია ყველაფერი კანჩი გვაქვს. ეხლა დარჩა მკაბის მოხსნა და ამაზე უკვე გვიწევს დაგრუნტად, რაც შეეხება კარებს, კარები კი შეღებილია, მაგრამ ასე თუ ისე იმ კარებს ბევრად ჯობია, იქიდან გამომდინარე, რომ იმას ბევრი დეფექტები ქონდა, რაც შეეხება ამ კარებს, იმ კარებთან ვერ შევადარებ ვერანაირად, იმიტომ როგორც ხედავთ, იდეალური და გლადკია, ერთადერთი ის აქვს ამ კარებს ნაკლები, ანუ შენაღები კარია და უბრალოდ ისე გამრიალად არა გაკეთებული, რაც ჩვენ გვიყვარს და ცოტა სიპრიალი აქვს დაკარგული რა, იქიდან გამომდინარე, რომ დაუკვირდეთ აი ესე უყურეთ. ეს იქიდან ეს დეფექტები იქიდან მozდის, რომ აი რამდენად ჩანს არ ვიცი შიგნით ეს ჭურები და ისინი აი როგორ გითხოთ აი ზედა ლაქს აი განახებთ ხედავთ
ანუ ეს არის დაპოლირებული და არ დააცადეს ბოლომდე რომ გამშრალიყო ეს ლაკი და ზემოთ დააპოლირეს და მე უკვე მოუწია ბოლომდე შრობა, მე უკვე ეს დეფექტები დაიტოვა, походу დამატოვდა, ანუ ლაკიდან რაც თვალიტელი საორთქლება რომ დაიწყო, მე უკვე სიპრიალი თვითონ დაკარგა, ანუ ნაადრევათაა დაპოლირებული. მოკლედ, TikTok-ში ახლა ჩვენ ამ კარებზე შევაზავით ფერს, იმიტომ რომ აქაც რო ფერში მოხდეთ, ეს კარები აქ ისედაც ფერში ზის. აქ უკვე გრძელი მხარეა, რომელიც პირდაპირ სახია და ეგრევე ჩანს. აქაც უკვე ჩვენ რო აქაც მოხდეთ ფერში, მოკლედ ამაზე გავაკეთებთ, მოკლედ შეზავებას კარებზე, რომ ზუსტად მოხდეთ ფერში რა. მოკლედ ეს ამ კარებს აღავღებავთ, კარები რჩება Z და მთლიანად იქ გადავალთ უკვე საღებავით გამოვიყვანთ და ეგ იქნება საბოლოო შედეგი. და ესე იგი მეგობრებო შემოვიყვანეთ ჩვენ საშრობში. და ესე იგი ხებავთ აი ესე აკურატად კარები ფერში დაჭდა იდეალურად, უკვე ამ ყველაფერს აღარ შევცვლით, იქ ცნობილება რო არ მოგვს. ესე გადავღებავთ, იმიტომ აქეთან მხარე უკვე შენაღები იყო, იქიდან გამომდინარე. აი როგორც ხედავთ, ზამოკებია შეღებილი, ანუ ზამოკი არ უნდა იყოს შეღებილი, ანუ ზამოკი არის შეღებილი შიგნით. ანუ აქეთან მხარე არის შენაღები. ანუ აი აქ წყვეტა ეტყობა კიდევაც ლაკის, აი აქაც მეორე წყვეტა, აქ ანუ ესეთ უზორს იტოვის, როცა მაშინ ლაკს ბოლომდე არ შკურკავდა სიპრიალის ტოვებ და მე ზემოდან როცა ასხავ ახალს და გეხვრიტება მოკლედ, აი ესე პრიალებს რა ზედა მხარე, ანუ ესია აქეთან მხარე ფაქტიურად აი ესია შეღებილი ბოლომდე რა. არ ვიცი რა დაზიანება ქონდა რა ქონდა, მაგრამ აი ესია შეღებილი ეს ხარე რა, აი გადასვლის ადგილებიც ეყა ეტყობა პერეხოდის რაცა მოკლედ გაწყვეტილი რა, მოკლედ აქეთან მხარე არის შეიღებილი, ჩვენ ახლა აკურატად ანალოგიურს გავიმეორებთ, სუფთად ამას შევღებავთ, მე ზედა მხარეს დავაპოლირებთ და კარებსაც რა თქმა უნდა, აი ეს კანტი რაზეც ვიწვალეთ, ეს კანტიც თავის კარებთან ზის იდეალურად. უკვე ამ ყველაფერს შევღებავთ და რა თქმა უნდა, რომ გავიყვანთ გარეთ, კარებსაც მივხურავთ, ამ კანტსაც განახებთ, რომ არის იდეალური და ამ ყველაფერსაც განახებთ, რომ იქნება იდეალური. მოკლედ ჯერ ამ ეტაპზე ვართ, ახლა ფუთავთ ნელ-ნელა მივიწევით წინ. მეგობრებო, ვაცხობთ უკვე ნელ-ნელა, რო ჩართული გვაქვს, შევიდეთ ერთი ეტაპი დავათვალიეროთ. რა როგორ ხდება? მოკლედ, გავიდო. კანტიც რაც თავარია მოდის და აი ესევე უხოს იქეთკენ, აი როგორ განახლდა და გამოჩნდება ხარ, ვიცი, აი მედის უხოს უკვე იქეთკენ, აი ესე გადის იქეთკენ. კანტიც გამოვიდა იდეალურად, შიდა საფეხურები რაც იყო გამოვიდა იდეალურად. ეხლა ამ ყველაფერს ჩვენ ავაწყობთ, ამ გადასვლის ადგილებს დავაპოლირებთ, კარებსაც მივაყოლებთ და ამით დასრულდება ჩვენი ვერსია, ჩემო მეგობრებო. მოკლედ რაც გინდოდა გამოგვივიდა იდეალურად, კანტი კანტში ფორმა ფორმაში, აი ესე ჩანს ფორმაში, უქიროთ სანარები, აი გამოჩნდა, ეხლა როგორ უხოს, აი იქიდან ესე უხოს იქეთკენ. ნუ კარი იყო მიხურული გაქვს და გატესტილი გაქვს, ყველაფერი არის იდეალურად. მოკლედ ესე რა. ჩემო მეგობრებო, დავასრულეთ, საბოლოო შედეგიც მივიღეთ. პირველ რიგში რაც იყო, ეს იყო ეს კანტი და ფორმა, რომელიც მოდის აი ესე იდეალურად, აი ესე უერთდება თავის ფორმაში და კანტში, აი როგორც ხედავთ, რაც არ ქონდა, კანტიც იდეალურად, აი ესე. ფერშიც რა თქმა უნდა იდეალურად და გადავიდეთ შიდა მხარეზე, აი ესე იდეალურად გამოვიდა ჩემო მეგობრებო, მოკლედ აი ეს. ესეც ესე, ნუ აქ უკვე დარჩა ამის საწყობა დარჩა, ამის დამაგრება დარჩა, ანუ ამის პაკის ხופი, ნუ ბამპერზე რაღაც ისენი აქვთ ამოსაჭრელი, ანუ დასახვეწი ასე ვთქვათ, გამშვების გლუშტელის ადგილებზე აქვთ გასაკეთებელი ამოსაჭრელი, მაგასაც დააბაბანებენ მოკლედ მეგობრები და ამით დასრულდა ჩვენი Mercedes-ი ჩვენთან ჩვენ სერვისში. მოკლედ აი ესე ჩემო მეგობრებო. აუი ესე გამოვიდა იდეალურად ეს კანტიც, რაზეც ძირითადად პრობლემა იყო, რაზეც ვღელავდეს იყო ეს კანტი და ეს ფორმა, რაც დაიხვეწა და ესე იდეალურად ხა გადავხედოთ მეორე მხარესაც. მეორე მხარესაც ანალოგიურად აი ესე შიგრულად მოკლედ ჩდება ეს ყველაფერი აქ პატარა იამა აქ ხა ამ ადგილას აი ესე დაუკვირდეთ აი ამ ადგილას, ნუ დანარჩენი იდეალური აქ. აი ეს კანტის თავის ადგილას ზის და ესაც რა თქმა უნდა თავის ადგილას ზის აი ეს.
ეს თავის ადგილას ზის, აი ეს. ეს კარი ნაჭერში იყიდეს, ანუ ფერში იყიდეს დაჭდა ყველაფერი იდეალურად, აქაც იდეალურად გაქვს ყველაფერი. მოკლედ ისე დასრულდა მანქანის ერთადერთი საჭიროება პოლირება, ამ პოლირებასაც მოაგვარებენ და იქნება იდეალური Mercedes. მოკლედ ეს დასრულდა ჩვენი Mercedes. მოკლედ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, მოვალ შეხვედრამდე ჩემო მეგობრებო და ლაიქეთ გამოიწერეთ, ვისაც მოსწონს ჩემი არხი.